ხაშურში მრავალფუნქციური სპორტის სასახლე გაიხსნა, სადაც კეთილმოეწყო საკალათბურთო, ფუსტალის, საჭიდაო, ძალოსნობის და ფიტნეს დარბაზები. დასრულებულია მცირე საკონფერენციო დარბაზისა და კაფეს სასადილოს მოწყობაც. შენობაში განთავსებულია 40 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო. სპორტული კომპლექსი ადაპტირებულია შშმ პირებზე. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული სპორტ კომპლექსის გახსნა იმ თვალსაზრისით, რომ მოემსახურება სხვადასხვა სპორტის სახეობაში, სხვადასხვა ტიპის ჩემპიონატებს და რაც მთავარია აღნიშნული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს ხაშურის და მთლიანად შიდა ქართლის რეგიონის ახალგაზრდობა. ზოგადად სპორტზე ზრუნვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სწორედ ამ პრიორიტეტის ფარგლებში მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. დღეს გაიხსნა ხაშურის სპორტული კომპლექსი, არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ქალაქისთვის. ხაშურელი ახალგაზრდების და სპორტსმენებისთვის 1500-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს უფასოდ სპორტულ განათლებას, სპორტულ სწავლებას, ასე რომ ვთქვათ. პროექტის ღირებულებამ გადააჭარბა $3 მილიონი და ნამდვილად მინდა მადლობა გადავხატო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მათი დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით მოხდა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო ჩემს ქალაქს და ქვეყანას მნიშვნელოვანი სპორტული კერის შექმნა. სპორტული კომპლექსის გახსნის საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები. სტადიონი, ეს სპორტ კომპლექსი ხარჯა დაახლოებით $3 მილიონი, აქედან $2 მილიონი გაიხარჯა თვითონ შენობაზე და შენობის კეთილმოწყობაზე. დანარჩენი $700,000 ეს არის ეზოს და გარშემო მინი სტადიონია, კორტებია, ამ ყოველ ჯამში $3 მილიონი არის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ აბსოლუტურად აკმაყოფილებს სტანდარტებს. თვითონ ამ მოედნის გარდა კიდევ არის ძლეოსნობის სექცია, არის ჭადრაკის ოთახი, არის სატრენაჟერო დარბაზი, არის სასტუმრო 40 ადამიანზე გათვლილი, არის პატარა კაფე, სადაც შეიძლება რომ სპორტსმენებმა მოისვენონ. მთლიანობაში დაახლოებით 1500 სპორტსმენით შეიძლება იყოს დატვირთული მთლიანობაში ეს კომპლექსი. სპორტული კომპლექსის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტის და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება $2,412,455 შეადგინა. გარდა ამისა, ეზოს კეთილმოწყობისთვის დამატებით $700,000 დაიხარჯა.